იაგო ზოგადად აი როდესაც ეს არის ესე ნათქვამი მოვახდენ კი არა გადაჭრით როცა გვესაუბრებიან რომ აი 4-ში მოხდება მშვიდობიანი დამხობა სიტყვათა ლექსიკონში ეს მშვიდობიანი დამხობა მართალი გითხრათ ელათ მეცნიერიც მყავდა და ესეთი რაღაცა არ არსებობს დამხობაა ხო მაგრამ ხუთში რას ეუბნებიან თუ ვერ დაამხეს ხელისუფლება მაშინ აი რა გამოდის მაშინ საერთოდ მე გეტყვით ხუთში მე რას ვეთქვი და მინდა ვუთხრა ჩემს ამომრჩეველს ხუთში ჩემი აზრით გარკვეული იქნება რომ ნაცების ეს 4 ოქტომბრის გეგმა ჩაფლავდა და ყველასთვის ეცოდინება რომ აი კრებაო წეგან თქვენ სტუმარი რომ ამბობდა კრება რო დარჩება კრებასთან პატაბურჯულაძე ხო აი იმ კრების თავმჯდომარე რომ იმ კრებას რომელიც ის კრება რომელსაც თავმჯდომარეობს ბატონი პატაბურჯულაძე დარჩება მხიარული ეს იქნება 4-ში საღამოს ან 5-ში დილით გარკვეული აი 5-ში რაღაცა რო ახალი იყოს ამ ქვეყანაში არჩევნები ჩავატარეთ რაღაცა ხე რამე ახალი რომ მოხდეს ამისთვის ჩემი აზრით საჭიროა რომ მე გადავიდე მეორე ტურში იმიტომ რომ აი სხვა ნებისმიერ შემთხვევაში აი არსებობს იმის უდიდესი შანსი რომ მეორე ტური საერთოდ არ იყოს მაგრამ თუ გვინდა რომ მეორე ტური რომც იყოს იმ შემთხვევაში აი პირობითად რა ვიცი ლელოს კანდიდატი გავიდეს მეორე ტურში მეორე ტური ყველასთვის გასაგები იქნება რომ ჩვეულებრივი ფარსი იქნება ასევე ერთადერთი შანსი მართლა რომ გავზომოთ რომ რამე ახალი მოხდეს ამ არჩევნებზე არავინ რო არ ელოდება ყველაფერი დალაგებულია ყველაფერი ეს არის რომ ბოლოს და ბოლოს გამოიკვეთოს რეალური ოპოზიცია იმიტომ რომ ჩვენ აქამდე რასაც უყურებთ ჩემი დაკვირვებით ეს ყველაფერი არის უბრალოდ ფეიქ ოპოზიციის მოწყობილი ანუ ფეიქ ოპოზიცია რას ნიშნავს იმას კი არა რომ არ აგინებს ბიძინა ივანიშვილს ან ხოცებს არ მოწავს პირიქით ამას გაათმაგებული ენერგიით აკეთებს იმიტომ რომ დამაჯერებელი იყოს რომ ხალხმა სხვა რამე არ იფიქროს ეს როგორ იქნება კაცო ფეიქი ნახე რას აგინებს ბიძინას სინამდვილეში აი ეს მორჩეს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ როგორც კი არჩევნები მორჩება, ლელო გახარიების ერთიანობაც მორჩება, უკვე ფაქტობრივად ამას აანონსებენ. ანუ რა დარჩება ამ ამორჩეველს ამ არჩევნების შემდეგ? ვითომ რაღაც ფეიქ ერთობა, რომელიც შეუკრეს, რომელიც დიდი ალბათობით პირველივე ტურში წააგებს, ყოველ შემთხვევაში 10% მაჩვენებელი იქნება იმისი, რომ ის ხალხი კონკურენციის გამწევი არავისთვის